აქაც ინდივიდუალურია როგორ გამოვიყენებ მე კარდიოს, იმიტომ რომ კარდიო როგორც ინსტრუმენტი რომ ბევრი მაჭამოს, ძალიან კარგი არის ჩემს შემთხვევაში, როცა ძალიან მიჭირდა ჭამა, კარდიოს ვაკეთებდი რომ ბევრი მეჭამა. ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. იმიტომ რომ მოცემულობა იყო რომ უნდა გავზრდილიყავი, ეგეთი რაღაც არ იმიტომ არ ვაკეთებდი რომ რაღაც კუნთები გამეზარდა იმ მომენტში, წეგან რის გამოც კალათბურთზე მომიწია ჯანმრთელობის პრობლემის გამო შეშვება იყო მოცემულობა რომ პირდაპირ რაღაც ეგეთი ნათქვა მექიმისგან რომ ამდენი უნდა მოიმატო, რომ ეგ იყო რაღაც პროფილაქტიკის და გამოჯანმრთელების რო ორგანიზმმა დაიწყო გამოჯანმრთელება ერთ-ერთი რაღაცა ნიშანი. კრიტერიუმი ხო, როცა აღმოჩნდი ამ მოცემულობაში უნდა მეჭამა, აღარ შემელა რომ ვიცოდი რომ თუ ამას შევჭამდი გული ამერეოდა. ის და ეგ გააზრებული ის ქონდა რომ თუ გულს ავირევდი, ანუ ისის დაუკარგე რაც ვჭამე და გავდიოდი გარეთ, ვსეირნობდი 15-20 წუთი, საბოლოო ჯამში ეგ მონელებაში მეხმარებოდა, ცოტა დახარჯული ენერგია კიდევ უფრო მაშივებდა და კიდევ უფრო მეც მაჭმევდა და ბოლოს დავაკვირდი რომ კარდიოს როგორც ინსტრუმენტს თუ გამოვიყენებ როგორც საჭმელად, ოკეი არის. იცი, მე მგონი ეგ ძალიან კაი რაღაც თქვი, იმიტომ რომ როდესაც მასის ზრდაზე გადადიან, კარდიოს საერთოდ უარყოფენ ხოლმე და როგორც წესი არ აკეთებენ. კარდიო ყოველ ვარიანტში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სულ ყველაფერს ჭამს რომ თავიდან ანება, გულსისხლოვთა სისტემასაც განვითარება ჭირდება და მაგისთვის თუ გამოიყენებენ, იმიტომ რომ ძირითადად მასის მომატება ვისაც უჭირს, ძირითადი პრობლემა არის ზუსტად ჭამა, რომ ვერ ჭამენ.